ტერიტორიაზე, სადაც ადრე რუსთაველების აგარაკები იყო მოწყობილი, ახლა აღარაფერი აღარ ხდება. ეს ადგილი პირუტყვის საძოვრად არის გადაქცეული. იაღლუჯის აგარაკები არც თუ ისე ბევრი წლის წინ რუსთაველებისთვის თავისუფალი დროის გატარების ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო ადგილს წარმოადგენდა. ტერიტორიაზე, სადაც ახლა მხოლოდ სამშენებლო ნანგრევები და გამხმარი ხეებია შემორჩენილი, რუსთაველები დასასვენებლად ამოდიოდნენ. იაღლუჯის აგარაკზე არსებულ სიტუაციას დეტალურად იხსენებს ვაჟა კანდელაკი. კანდელაკი 1985 წელს ჟიული შარტავას თანაშემწის პოზიციას იკავებდა. ის ერთ-ერთი საჯარო მოხელე იყო, რომელიც აგარაკს ხშირად სტუმრობდა. დაახლოებით 800 ნაკვეთი განაწილდა გზის მარჯვენა მხარეს და შემდეგ დამატებით კიდევ განაწილდა დაახლოებით ესე 80 ადგილი გზის მარცხენა მხარეს, იმიტომ რომ მოთხოვნა იყო ძალიან დიდი. აქ არა მარტო აზოტის, ქიმბოჭკოს თანამშრომლებისთვის, აქ იყო არამედ ქალაქის განათლების, კულტურის მუშაკთათვის და აქ დაიწყო ინტენსიური მშენებლობა. საბადკვირას ინტენსიურად მოძრაობდა ტრანსპორტი, ანუ ავტობუსები მოძრაობდნენ. ამიტომ განრიგი იყო და ხალხმა იცოდა რომ საათზე მიდიოდნენ და იქიდან რომ საათზე უნდა წამოსულიყვნენ. ამიტომ იქ სიცოცხლე ჩქებდა. იქ სადაც ერთ დროს სიცოცხლე ჩქებდა, ახლა მხოლოდ ნასახლარებია შემორჩენილი. დაუსახლებელი ტერიტორია, მიტოვებული სახლები და საძოვრად გადაქცეული მინდვრები. 800 ნაკვეთიდან ახლა მხოლოდ რამდენიმეღაა შემორჩენილი. ცხოვრობით კი აქ 6 კომლეღა ცხოვრობს. 73 წლის გიორგი კობიაშვილი ერთ-ერთია, ვინც ზამთრის დასრულებისთანავე იაღლუჯზე ამოდის და ათეულობით რქოს ამ პირუტყვს უვლის. მიტოვებულ ადგილას თვეების გატარებას არ უჩივის, გარდა ორი მნიშვნელოვანი პრობლემისა: უწყლობა და უშუქობა. ლამპას ხმარობთ? ლამპას ახლა ხმარობთ, აბა. გასაგებია, რითი თვებით? საჭმელსაც ამაზე ამზადებ. არა, გაზის ისა გვაქვს და თხევადი გაზი ამოგვაქვს. დილით ადგილი ერთი და იგივეა. 6 საათზე დგები, საქონელს მიაქცე ყურადღება და გავუშვებ და მოიყვა და ისე აი რენთავდება თელი. მახსოვს რომ აქეთ გავდიოდი, გამოდიოდი, აყვავებული იყო ყველაფერი აქ. წყალიც იყო, ყველაფერიც იყო, სახლებიც იყო და ახლა აი ყველაფერი ინგრეულია, უნგრეული. 72 წლის ნონა გიორგი კობიაშვილის მეზობელია. მისი ერთადერთი საზრუნავი ამ ტერიტორიაზე მსხვილფეხა პირუტყვია. იხსენებს ძველ პერიოდს და გული წყდება, რომ ფერდობი ხალხისგან დაიცალა. 17 წელიწადია რა ქავთ ცხოვრობ. მეორე ტრუბა რა ქვია, წყლის ტრუბა იყო, თუ სინათლე იყო, ეს ყველაფერი ამოგვაცალეს სადღაც 2005 წელს. სინათლე არა გვაქვს, წყალი არა გვაქვს. უბრალოდ პირველი, მეორე და მესამეობანი შეიძლება პატარა ქართული სოფელი გაგაცეს. დაბლა ჩაყრილი არის წყლის ტრუბები, დაფარული წყალით, რომელიც ზევით ბასეინი გასასუფთავებელია. და რო დეგვეპატრონოს მე პატარა სოფელი, კაი პატარა ქართული სოფელი გაკეთე. არ ვრწყავია თვითნებურად, ზეციურად ღმერთი მაძლევს. ვასუფთებ, თოხრი, ვარავ, დავთესა, ღმერთი იყურება ჩვენსკენ ვიცმართ აქ. იქ სადაც ახლა მხოლოდ ღმერთის იმედად დარჩენილები ცხოვრობენ და სოფლის სტატუსის მინინჭებაზე ოცნებობენ. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ხალხმრავლობა, სანატორიუმები, სათამაშო კომპლექსები, სამხედრო ობიექტი და აგარაკები იყო მოწყობილი.